როგორ ახართ გოგონებო, იმედია ყველანი ძალიან კარგად ხართ. ეთერშია ჩემი ახალი მიკროფონი. ძალიან მიყვარს. მიკროფონების მანიაკი ვარ. როგორ ახართ? იმედია ყველანი ძალიან კარგად ხართ. დღეს, რა თქმა უნდა, გავშლით ფანტომების ტაროზე. როცა ადამიანი თითქოს ისე იქცევა, რომ თან ყვალსაც ტოვებს, მაგრამ ვერ ვარჩევთ რა ყვალია, ვერ ვარჩევთ რა უნდა, თან იცი, თან ეჭვიც გეპარება და მოკლედ, თუ მსგავს ქაოსურ მდგომარეობაში ხართ და ბევრი კითხვის ნიშნებია, მაშინ დავიწყოთ. და რა თქმა უნდა, ყველას უღრმესი მადლობა მინდა გადაგიხადოთ თქვენი აქტიურობისთვის, ლაიქებისთვის, ყველაფრისთვის. უღრმესი მადლობა. რაც მე ძალიან დიდ мотиваციას მაძლევს, ძალიან მიყვარხართ, მიხარი ხართ და გაზაფხულია უკვე ყველაფერი კარგად და არაფერზე არ ინერვიულოთ. ნახოთ. ნახოთ მისი ფიქრები, ოღონდ როგორი ფიქრები იცი? აი იმ საკითხებთან დაკავშირებით, რაც თქვენს ურთიერთობაში არის დამალული, რასაც ადამიანი არ ამბობს თქვენთან, თქვენ შეიძლება გქონდეთ ამის ეჭვი და მოდი ვნახოთ, აბა რა ფიქრებია ესეთი, რაც თქვენგან არის დამალული. რა თქმა უნდა, ყველაფერი არის თქვენ შესახებ. ნახოთ. რა ფიქრებია ასეთი, რა ფიქრებია, რაც თქვენ გეხებათ და ეს დამალულია. რა ფიქრებია ეს? საკმაოდ ფიქრი ვახსენე და ამოვიდა ფიქრი ორიანი კვერთხი. რა ფიქრებია, რა თქმა უნდა, ადამიანი არის ფიქრებში, თავისთავად. ახლა თუ მივყვებით ორიან კვერთხს, ძალიან ჭკვიანი ადამიანია, შეუძლია ანალიზი გაუკეთოს სიტუაციას, იმასაც აცნობიერებს, რაში იმყოფება, თქვენთან ურთიერთობაში რა უნდა, როგორ უნდა და როგორია იცი, მომდის თავშეკავებული ენერგიები ამ ურთიერთობასთან დაკავშირებით და ფიქრობს რა როგორ, აი რა გადაწყვიტოს. რა გადაწყვიტოს? მოდი ვიკითხოთ, რას ეხება ეს ფიქრები? არა და ფიქრობს, ხო, რაღაცა გადაწყვეტილებაზე ფიქრობს პენტაკლების. ცხან დავაიგნორე, რაც დასტის ბოლოს მქონდა. მაგრამ ზუსტად ეს ამოვიდა. ანუ მას აქვს გადასაწყვეტი მისი ცხოვრება. მისი ცხოვრება, მისი ინტერესები შეიძლება უნდოდეს სადმე წასვლა, ან ის გადაწყვეტილება მაგალითად უთქვენოდ როგორ იქნება, იმიტომ რომ აქ არის ზუსტად რომ ადამიანი არის ფოკუსირებული და ორიენტირებული საკუთარ ემოციებზე, თავის ყოველდღიურობაზე და რო გითხრა, როგორ ენერგიებშია იცი? უფრო უკეთესად საკუთარ თავს ხედავს ამ ურთიერთობის გარეშე. ანუ განაისრო არ უნდა შენთან ურთიერთობა, მაგრამ როგორი გრძნობა მრჩება იცი მის ფიქრებიდან. ცოტა უნდა იყო მასთან, აი ბევრი არ უნდა იყო და ის რაღაცა დოზა გადაზედმეტებულია და მასაც მისი მოქმედებით რა თქმა უნდა გაგრძნობინებთ. დამძიმებული ენერგიებია. აქ კიდე არის როგორი სიტუაცია, იცით? თუ რა თქმა უნდა, თქვენს ურთიერთობას დაისვა წერტილი, ან უკვე ამ ფაზაშია. იცის რომ გული ასე მარტივად არ გამთელდება, რა თქმა უნდა, ამ ყველაფერზე გული შეტკივა, ისიც იცის რომ ჰარმონია დაკარგული აქვს ამ ურთიერთობას, მაგრამ ზუსტად აქვს იმის შეგრძნება, რომ თავი უნდა იგრძნოს კარგად და ამ შემთხვევაში ეს არის საუკეთესო გამოსავალი, რომ იყოს უთქვენოდ ახლა ამ მომენტში, იმიტომ რომ ძალიან ბევრ ფიქრებს ატრიალებს საკუთარ თავში. მაშინ მივყვეთ ახლა ლოგიკურად ჩვენ. ეს გოგო გჭირდება, ვინც გიყურებს, გჭირდება? კი. როგორი საჭიროება ეს ყველაფერი. ანუ ნახე როგორი საჭიროება იცი, იმპერატორი იმპერატრიცა ძალიან მაგარია. შენ რო აფიქსირებ შენ პოზიციას, მაგრამ თვითონაც ცდილობს და აფიქსიროს თავისი პოზიცია. როგორი მომენტია იცი, ორივეს ერთმანეთი გინდათ, მაგრამ არც ერთი არ მიდიხართ რაღაც დათმობაზე. შენ ელოდები მისგან ზუსტად იმ გადაწყვეტილებას, რაც შენ გინდა და ის ელოდება ისეთ მიმღებლობას შენგან, რაც მას უნდა და ეს არ განიხილება. შესაბამისად, არც შენ არ განიხილავ და არ მიდის დათმობა. დათმობა არ მიდის და აქ ხარ, როგორ იცი? გინდა არ გინდა რომ მაინც გადიხარ ურთიერთობიდან, შეიძლება იყოს ურთიერთობიდან გასვლას გულისხმობ
ეს არ არის მარტივი, მაგრამ სხვა გზა რო არ რჩება. სხვა გზა არ რჩება. ამ ყველაფერს გეგონება და გულგრილად უყურებს. მაგრამ გულგრილი არ არის, უბრალოდ დაფიქრებულია, ძალიან პრაქტიკული ადამიანია და თუ ჩვენ ერთად კარგად არ ვართ და ან რომელიღაცა მაინც არ იღებს ურთიერთობიდან მართლა სასიამოვნო ენერგიებს, ჯობია რაღაცა მიესალმება, ჯანსაღი აზროვნება ამ შემთხვევაში, რომ არაფერი არ გავაკეთო არც მე და არც გეწინააღმდეგ, მაგალითად გინდა გაცურე, ხო, არ არის პრობლემა. მაგრამ გეუბნება, რომ ჩემი იმედი სულ კონდეს. არის აქ როგორ მომენტი, იცი? ვერ აიტანს მაინც, რომ ხარ დაჭრილი, ვერ აიტანს იმას, რომ შენ მასზე დამოკიდებული ხარ, გენატრება, რაღაცნაირია, იცი? სენტიმენტები ერთვება ამ დროს. და ძალიან დიდი ერთ-ერთი რაც მომწონს, აქ როგორ რაღაცა იცი, რომ გავაკეთო ესეთი რაღაცა ასე დროს, დავდგე ასე დროს შენს გვერდით, რომ გამოჩნდე, რომ არც ისეთი ცუდი ვარ, როგორც შეიძლება შენ გეგონო. იმიტომ რომ უკმაყოფილოს გიყურებს თავისთავად. მე მაინც ვიჭერ აქ მნიშვნელობას, შენს მნიშვნელობას მის ცხოვრებაში, უბრალოდ საქმეს მაგაშია, რომ ვიჭერ. იმიტომ რომ ამას ხას არ უსმევს და თუ მაგალითად ხაზგასმით ხდება ეს, რომ გეუბნება მას დღევანდელ რეალობაში, ამის უკან დგას რაღაცა ძალიან ისეთი პატარ-პატარა ხარვეზებში იგულისხმება ნებისმიერი შეცდომები, განზრახ, ან უნებლიეთ ისე უბრალოდ გაუაზრებელი. და ყოველ ჯერზე აქვს იმის იმედი, რომ ეს ყველაფერი არ დაიკარგება და რომ მაინც მიიღებ ისეც, როგორიც არის. ანუ ამაში ძალიან თავდაჯერებულია. მაგალითად თუ დგას საკითხი, რომ შენ უნდა მიიღო, ვნახოთ, უნდა მიიღო თუ არა. უნდა მიიღო თუ არა. არა. მაგრამ იცი რა არის, აი შმაკი რომ სულ შენთან უწყვეტ კონტაქტზეა, იცი, აბა მიდი, რაღაცა მიჯაჭულობისკენ რო გიბიძგებს და მაინც რო გინდა არ გინდა, მაინც რო გინდა ეს ადამიანი, მაგრამ არა, არ არის ეს კარგი. არც არ მოგიტანს თუ ეს ურთიერთობა მხოლოდ მაგალითად არის ცოტა ისეთ ფორმატში, რომ მხოლოდ კარგი ინტიმი შეიძლება იყოს და ამის იქით არ მიდის სხვა სიჯანსაღისკენ ეს ურთიერთობა და სხვა სიღრმეებისკენ. ამის იქით ჯერჯერობით არ წავა თუ მსგავს სიტუაციაში ხართ, მაგრამ თუ ყველაფერია მაგალითად ისიც და რაღაც სიღრმეები, რაღაცა მაინც სიჯანსაღი აკლია ამ ყველაფერს, იმიტომ რომ არაფერი რაღაცა როგორ მომენტია, იცი, ყველაფერი განადგურებულია, თითქმის დარჩა რაღაცა მარტო ის ფიტული, რომ იცოდი რა, მაგალითად აქ იდგა ოდესღაც სახლი, აქ ცხოვრობდა ესა და ეს ადამიანები და ნუ შიგნით არაფერი არ ხდება, მაგრამ სახლი დგას. ანუ დგას ეს ურთიერთობა, მეტი არაფერი არ ხდება. გადაწყვეტილება ასეთი როგორც გითხარით ფიქრის რეჟიმშია და ჯერჯერობით მიმდინარეობს ეს რეჟიმი, მოდი მაინც მიახლოებით, რასაც გვიჩვენებს ჩვენ ტარო, რასაც გვიჩვენებს ნახოთ დაახლოებითი გადაწყვეტილება რას მიიღებს ეს ადამიანი, რა გადაწყვეტილებას მიიღებს, ნახოთ რა გადაწყვეტილებას მიიღებს, ცოტა მაინც თუ ჩანს ისევ კოშკი, ნუ აქ ის ურთიერთობა, სადაც გადაწყვეტილებები თითქოს არის უადგილო, ანუ ყველაფერი უკვე დიდი ხანი გადაწყდა და არაფერი არ მოვიდა აქედან, ანუ არაფერი არ მოხდა კარგი. მაგრამ ერთი პლუსი აქვს ამ ყველაფერს. თუ თქვენ შორის არის განაწყენება და ამ ადამიანს რატომღაც ახსოვს ცუდი საქციელები საკუთარი თავიდანაც და ზოგადად თუ რაიმეზე მოგივიდათ ჩხუბი, მარტო თქვენ ხო არ იქნებით განაწყენებული არიან და ჩაგრული ბიჭებიც, ხო? სიტუაციიდან გამომდინარე, თუ თქვენ შორის არის რაღაცა ისეთი უარყოფითი მომხდარი, შანს მაინც აძლევს თავისი გული, თავისი გონება, რომ მას უნდა მაინც ეს ურთიერთობა. მაგრამ წარმოდგენა არ აქვს რა იქნება, იმიტომ რომ ეს არის რისკი. მაგრამ ამ შემთხვევაში ეს ადამიანი არ რისკავს, იმიტომ რომ გასარისკი არაფერი არ დარჩა პრინციპში, იმიტომ რომ ყველაფერი გაირისკა და თავისთავად მოხდა ის, რაც მოხდა და დღევანდელი რეალობა არ არის სახარბიელო.
თქვენ უნდა მიცეთ ხო შანსი ამ ყველაფერს მაინც კიდევ ვიკითხო თქვენ უნდა მიცეთ ამ ყველაფერს შანსი მაინც თავისებური როგორი ხარ იცი არანებებ იმ აზრს და იმ იდეას თავს რომ ის მოქმედება გინდა და ის რაღაცა რადიკალური ცვლილებები გინდა მისგან მოხდეს რაც შენ წარმოგიდგენია და რასაც შენ ელოდები ეს არის შენი მოლოდინი ეს არის მაინც მიუხედავად ყველაფერისა შენ შეიძლება იცნობდი ამ ადამიანს კარგად უარყოფითი მხრიდან გულისხმობ მაგრამ აი რო გინდა რომ დაინახო ის რაც გინდა ამისთვის გიღრს მაინც ეს ურთიერთობა დაფასდება შენი გრძნობა შენი სიყვარული დაფასდება კი აფასებს კი ამას აფასებს მაგრამ ვერ გავიგე რატო არ გამოდის მაინც რამე აი მე არ გამოდის რატო არ გამოდის ეს ყველაფერი იმიტომ რომ არ იღებს გადაწყვეტილებებს იმიტომ რომ როგორია იცი კარგიც რო ურჩიო მაინც რაცნაირია რა დაღლილია არც თავი არ აქვს ამ ადამიანს უნდა იმიტომ აქვს ფიქრის რეჟიმი დრო აქვს აღებული გოგონებო დრო მოკლედ მე ყველას გელოდებით კომენტარებში და დროებით